აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების სია იზრდება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილება შედის. ნუსხას ჯანმრთელობისათვის საშიში 8 ნარკოტიკული ნივთიერება დაემატება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი წამლები რეცეპტის გარეშე აღარ დაიცემა. მინისტრის თქმით, შეზღუდვა შეეხება ბოლო პერიოდში გავრცელებულ წამალ ბარტლოსანსაც. საკითხს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს. ეს მოიცავს როგორც საკუთრივ ჩამონათვალის შეცვლას, ასევე იმ ზომების, იმ ასე ვთქვათ, სანქციების გამკაცრებას, რომლებიც აქამდე იყო გათვალისწინებული ამ კანონპროექტში. რესპუბლიკაში შემოდის მრავალი ნარკოტიკული საშუალება სპაისების სახით, რომელიც აქამდე იყო უცნობი და ვერ ხდებოდა მათი დადგენა და დოზირების განსაზღვრა, რომ შესაბამისად მომხდარიყო სასჯელის შეფარდება. შენახვის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი ეკისრება მომხმარებელს, მაგრამ თუ ის საშუალო რაოდენობით ან იმაზე მეტი არის, მაშინ ადმინისტრაციული სასჯელი ფულადი ერთეულით კიდევ უფრო ზვირდება.